Maglet აი აქ ვარ ძვირფასება ისე სენაკელებში. ესეთი ლამაზად არის მორთული. აქაურობა შიგნითაც ულამაზესია. აი ესე დაიცათ აბა კიდევ უფრო გაჩვენოთ. აი აქ ვართ. მოკლედ ეხა დაგენახებით. აი ესე ჩვეულებრივად მაქვს ეს საყურეები გავიკეთებ პირველად. მოკლედ ეს მომაქვს. აქ დავდებ და გაჩვენეთ რა მაცია და აი ესე ვარ. ჩვეულებრივად ეს ჩეკმა არის რომ ჩამოვიდა. ივიდია ისმის ეს მე და თამთამ დავედით ერთი დღე სენაკში ჩამოვიდა თუ იყო არ ვიცი იმისგან მაქვს ნაყიდი 40 ლარად ძალიან მოწონს ეს მუხამ რომ იყიდა ისინია ეს ზედა ხშირად მეცვა მაგრამ ეს კაბა არ მცვია ესეთი სტილია მოკლედ ეს ვერ გავიკეთე ვერანაირად მეტ რაც ვარ ძვირფასებო ესეც გუშინ გადავიღე ვიდეო და ამასაც აგიტვირთავთ გაგიდე ეს ორი დედაშვილი არიან დედიკოს მიყვება აგერ ამის გოგო არის პატარა ანა ქვია მაგ გოგოს ჩვენი მშობელია ესეც გოდეს კლასელის დედა ხო აქ მუსიკები რო იყო მაგიტომ მიწევს გახმოვანება ამის მოკვეთავდით თუ რა გვინდოდა რაც მივირთმევდით გაჩუმდით დედიკო მოვიდა ბებიასინია ბებიასნია ბებიასნია არა წამო ტელევიზორის ჩაგირდოში მოდი მოკლედ არ ვიცი ძვირფასებო იქრაზე გესაუბრებოდით კი დამავიწყო და აქ ფოტოც გადავიღოთო ვითომ მარა ვიდეოზე მქონდა გადაყენებული და ამიტომ მე ამ ვიდეოდან გავაკეთებ ფოტოებს რამოდენიმეს დავსკრინავ და ეგრე გამოვა ფოტოები მე არ მეხერხება დიდად ფოტოების გადაღება ნუ პოზიორობა არ მეხერხება არც მიყვარს სიმართლე გითხრათ ესე ხშირად ფოტოებს არც ვიღებ ხო აქ დაგენახეთ ეს ზედა ძალიან მომწონს არ მომწონდა და კინაღამ სხვას ვაჩუქე ეს მოსაცმელი კიდევ კაი რომ არ გავაჩუქე და შემომრჩა მაგის ისტორიასაც გიყვებით იქ სადაც ერთ ვიდეოში და ამიტომ არ გავიმეორებ ხო დედი გეხუროს ეს არის აქეთ მწვანეში დაჯო ლურჯში ლიკა იქეთ შორენა შავ ტყავებში იყო მაგრამ ეხა არაცია იქ ანი მისი გოგო და თამთა აქეთ თავში ვიჯექე მე ძალიან ლამაზი ადგილია რა ვიცი წუხელ ვინც მიყურებდით კი დაინახავდით ძალიან ლამაზი ადგილია ძალიან მყუდრო გეგაჩუმად გოგო შენ დაიხურე თუ გინდა ამას რას ახურავ ცოცხალი მუსიკაც იყო ხოდა მოკლედ ცოტა გვიან კი მოვიდა მაგრამ მაინც კარგი იყო ხო აქ შემოგვიტანეს მწვადები და ძვირფასება აი სიტყვაზე მენდეთ იყო უგემრიელეს აი მე იშვიათად რომ რაღაცა მომეწონოს სადმე იმიტომ არა რომ მე განსაკუთრებული რაღაცები მომწონს არ ვიცი რა თქმა უნდა გემოვნებებზე არ დაობენ და განსხვავდება ჩემი და სხვების გემოვნება ბევრად მაგრამ იშვიათად რომ რაღაცა მომეწონოს სადმე ხო
იყო და ძალიან მაგარი იყო. აქ ლიკასთან ფოტოებსაც ვიღებდი, ვიდეოსაც ვიღებდი და მოკლედ მე არ გადამიღია აქეთ ფოტოები მე დამეზარა. ისხდნენ თან აქეთ და მე როგორია ეხა ადამიანები რო გიყურებენ ისე მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ძალიან მომეწონა ეს ნაცვის ხე ძალიან დიდია. Mommy. კაი დე. No. Did that is again. არა, კაბა არ გინდა დედიკო, შარვალის ჩაგაც. So there. Whoa, I did it. Უ ეს სულ არ მახსოვდა? არა, გოგო არ მიხერხება. კაპრანჭვა და რამე, არა. რა დედი? ახ, პირველი რაც გადავიღეთ მე და თამთამიკო, წნილი სასოთი. აიმე პულტი, მოიტანე გოგო. მოიტანე ავაწყო როგორმე ღმერთო მთრად დალეცა. ხაჭაპური შევუკვეთეთ ორი, ერთი იმერული, ერთი მეგრული. პიცა. და გქონდა კიდე იქ პური საწებლით, ეს პური მაგრამ მომეწონა, მაშინ მაგრამ გუში ვერ გავსინჯე. რა ვიცი, ვერ გავსინჯე. ყველას მჟავეთი დაგვიწყია, მეგონა მარტო მე და თამთამა ვიღეთ. ეხა ვამჩნევ შორენას, ანას, თამთას, მე, დაჯოს და ლიკას არა არაფერი ჯერჯერობით. აუ, ტორტის დაჭრისის არ მაქვს, იქ არის ლაივში, ვისაც გინდათ და გაინტერესებთ თუ როგორი იყო. ეგ არის სარაჯიშვილი, იქ მოგვიწია ყიდვა. მაგრამ მიმქონდა რაღაცა, უბრალოდ მიმქონდა და სხვას უთხარით ჩანთაში შედეთქო, ჩემთან არაფერი არ ეტევდა, პატარა ჩანთით მივდიოდი. ეს ციფასებო მუკიტამ რა გამომიწერა. ხო გახსოვთ რომ გითხარით მუკიტამ ჩექმები გამომიწერა მეთქი AliExpress-დან. ტემუდან არა. AliExpress-დან მომიტანა. დღეს ჩამოვიდაო. ესე არ ველოდებოდი. ესე ადრე და იმედია რომ ეხა მართლა კაი იქნება და ისევ რამე ისეთი არ აღმომიჩნდება და დასაბრუნებელი არ მექნება. ა? ატაიბინები? მერტო გეხვეწებ. რას ქვია 42 რო აწერია ეგ რა არის მოკიტო? არა. იმედია 42 ზომა არ იქნება. ნახეთ ხალხნო. 42 აწერია. აქ. ნახე, რატო აწერია? Pizza. This pizza. რამდენი წელი მინდოდა ძირფასებო, ეგ ვერ წარმოიდგენთ მართლა და მართლა. იმედია ისეთი კარგი იქნება. იჩანს დიდი, არა 38. 38, ნახეთ. ეხა ყავია ძალიან თქო და გავგიჟდით თქო, არ ვიცი, ვერ გიყვით. სიმართლე გითხრათ. აი ესეთია. მე არ მინდოდა ძალიან მაღალ ქუსლზე.
სიმართლე გითხრათ, აქ რაღაცეებს რომ ხედავ, დიდად აღბრთოვანებული არა ვარ, მაგრამ ფასი ხალხო 99 ლარი თუ რაღაცა გადაიხადა მუხამ და იმედი არის რომ გამიძლებს ცოტა ხანს მაინც 1-2 წელი, კაი 3-იც. მოკლედ, აი ესეთია, მიყვარს ესეთი მქონდა ზუსტად. ოღონდ ჩემი იყო ყავისფერი და მოკლე კაბებთან ძალიან მაგარია, შარლებთანაც უმაგრესი. ამიტომაც თუ ყიდულობ ხოლმე, ყოველთვის ისე წყიდულობ, რომელიც ორივესთან ერთად მომიხდება. ეხა კი მაცია ცოტა სქები, მაგრამ 38 მაინც ჩემი ზომა არის. ეხა უბრალოდ მე გავიზომავ და მერე თქვენ გაჩვენებთ, რომ გამოვეწყობი, შეიძლება ეგ ჩავიცვა. აი, მიოდეთ. კი, ჩვეულებრივად შავი და ზემოდან სიმართლე გითხრათ, გადავრცელებული ვერ ვარ. თითქოს და ცოტათი დიდი ზომა მინდოდა 1.5 გამორთე იტყველი მერე რა არ ჩანხარ მოკლედ ძალიან თხელია ხალხო თხელია აი ეს ძალიან აი ძალიან თხელია როდის იყო სქელი? სქელი როდის იყო? წინა რო გამოიწერე სქელი იყო? წინა ეხა ტემუდანაც გამოიწერე თითქოს და ამაზე უკეთესი იყო ხარისხი. უბრალოდ ჩემი ზომა არ იყო და მომძრალი იყო. ნახეთ აქაც ხელს რო კიდე ცოტათი იჩუთება. დე არ გააფუჭო ერთი წამი გთხოვ. ემუზე არ იყო უბრალოდ ესეთი და ეხა ეს თანხა ამისთვის არის ძალიან ძვირი. ნახეთ თან აი ნახეთ არა მე საერთოდ არ მიმართებს გავს რაღაცებში. ეხა ამიცი რა 99 ლარი ამისთვის ძვირია. ძვირია მოკიტო ეს თანხა ამისთვის. რა რაც არის ეგ არის აწი. აწირას. მოკლედ, ძვირფასებო, ამან არ მინახიაო დილით. და მაგიტომ არ უჭამია თურმე, თორე გაბუტული არ ყოფილა. მამა, გაგია სკალი. მოკლედ, ახლა ნახეთ, მე ვერ ვწევ. რებიდევს არ ვიცი. ძალიან მძიმეა, ტომრითა აწიე რა ერთი წამი გეხეწები. დაანახე. გახსენი დედალი და ერთი წამი აწიენ, რა არის? ზურგით ყივა ხალხო. ესენი მეშინია მე რომ ვიღაცა სხვა მომწერა, არ ვიცი არასდროს არ მომწერია, მე მგონი ამ ადამიანს ვიღაცა მომწერა ეხ. რა გინდა გოგო, რა მეშინია რომ მომწყდეს. აი ეს არის მივწერ ერთი წამი, ეს მინდა გაჩვენოთ და მივწერ. არ ვიცი რა არის, სიმართლე გითხრათ, მინდა ორს ველოდებოდი ეგ ვიცი. ესენი კი მაჩვენა, მაგრამ კარგად არ მინახია იქ. ბიჭებისთვის და ადასთვის სამივესთვის ერთნაირია. არ არის მამასი, ბებიამ გამოგიგზავნა, ირინა ბებიამ სამივეს ერთნაირები. ხო, გოდეს, გეგას, დიდი და ესეც ადას. სამივეს ერთნაირი შარლები და ძალიან კარგი ესეთი შარლები ნეტა კიდე თუ არის მინდა გოდესთვის სპორტულები. გეგას იმდენი აქვს ეხა გოდეს დაპატარავებულები რომ მოკლედ ნახეთ აი ეს ჩანს შიგნით თითქოს და თბილიაო ხო და რა აი ხარისხის ჩანს კალატეზე და იმაზე ცეკვაზე მინდა რომ რამე ისეთი თავისუფალი ქონოდა გოდეს. მოკლედ ეხა შექმაზე აღფრთოვანებული რომ არ ვარ და ცოტა ხასიათი გამიფუჭდა მეტყობა. ეს ალბათ ღვინოებია.
ხო, $35. რა? გადავიხადეთ? ო, 99 ლარამდე ვარ თქვი შენ მაშინ. ეს ხერხილი და ის იქნება. ქვილი. ხინა, მამა. ხერხილი და ქვილია, დიახ. ვაშლი და კივი. კივი მაჩენა რომ გამოგიგზავნე ვიღაცა მაჩუქაო და გაგიყოფო შენს გამოგიგზავნიო მithla. და ეს არის ინდაური. არ მოხსნა მამა ის ხინო. მაცივარში ჩავდები, იმიტომ რომ გამოღვალია. ასე რომ მაცივარში ჩავდო. და მე რა ვსო, ეს იყო ძვირფასებო. მოაჭერი. მოკლედ, ძვირფასებო. კი გაჩერჩილი ვარ მაპატიეთ. მოკლედ. რისი თქვა მინდოდა? ხო, გითხარით მესიჯი მომწერა ვიღაცამ თქვა. ხო და ის გოგოები აღმოჩნდნენ, რომელთაც შანშან მე საჩუქარი გამიკეთეს. 70 ლარი დამერიცხეს შანშან, მარიამმა და თინათინმა. მოკლედ წელსაც შემეხმიანენ და საახალწლოდ მინდაო ვერ მოვიფიქრეთ რა საჩუქარი გაგვეკეთებინაო და ამიტომ მინდაო რომ თანხა დაგირიცხოთო და თანხა დამერიცხეს 100 ლარი. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ორივეს. მარიამს და თინათინს ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა სიკეთე 1000 მაგად მილიონჯერ დაუბრუნოს უკან. ძალიან გამეხარდა, კი, მართლა გამეხარდა, აი ძალიან. თან მერიდებოდა კი ის თქმა და მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ. უღრმესი მადლობა რომ მივიწყებენ და მაინც ჩემთან არიან, მიყურებენ, დროს მithმობენ, ადამიანები თავიანთ ძვირფას დროს რომ მithმობენ. უღრმესი მადლობა ამისთვის. მოკლედ, მაღაზიაში გავიქეცი, მინდოდა რაღაცები ანეკდოტეიდასთან წავედი. ქლორი, როგორც ყოველთვის, ეს მჟავა და სუნი მოვიტანე, თვითასებო ის სუნი არ მაქვს და ვერ ვიპოვე. ეს მარწყვის სუნია, მაგრამ არ ვიცი ხა ოთახში როგორი იქნება. ფასი აგერა წერია 4 ლარი. ხო და მაგრამ მაინც ვიყიდე, სულ არაფერს მინდოდა რომ მქონოდა, ეხა კარგახანია არ მქონია. 21 ლარის არის, ეხა რაც მოვიტანე ესენი. ეს უნდა შევინახო. ეს კოკა-კოლა მოვიტანე და ეს რისთვის მოვიტანე, გეტყვით. მოვიტანე 2 გუბკა. ახლა უნდა დავდივარ. დამაცადე დედიკო და 1 ეს ყავა მოვიტანე. 4 პური მოვიტანე, აქ მეტი არაფერი არ მიდეს და 1 მაქსი უყიდე იქ ეთბიჭს. მის დედასთან კარგად ვარ და ფასლო კითხულობდნენ და რაღაცა მივედი და მომაწოდე მე თუ შეიძლება თქო და მოწოდა დავიწერე და ვაჩუქე მერე. არ მართმევდა ძალიან ერიდებოდა, მაგრამ მეც არა ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარ საერთოდ მართლა ეგრე ამიტომ მინდოდა რომ მეჩუქებია. ხო ვაჩუქე. ესენი. ეხა ამას იქეთ წავიდეთ. ამას ჩავაგდებ. გოდერძიმ მიირთვა აქ სოუზი პური ავიღე, იმიტომ რომ ისე იყო. დედი, ძალიან ხო, არა. სულ სალფეთქებს ნუ მიხარჯა. ხო, დედიკო. ხო, ამის ჩვენება დამავიწყდა, სარეცხი არ მქონდა და ფარდები მაგიტო ვერ გავრეცხე წუხელ ტანსაცმელების გარიცხვა ამჯობინე სიმართლე გითხრათ. ხელის ესეთი მოიტანა თხევადი. ესეთი ახლა პირველად მაქსიმალთლე გითხრათ, არ ვიცი როგორია, მაგრამ საპონს, სასაპნეები 2 მაქვს ხალხო და სულ
იტიტყნება ყოველ ჯერზე გასარეცხია. მინდა ის რაღაც რო არის, გონი ტემუზეც არის ესე წყალი რო იწრიტება. ეგეთი. მაგრამ ის როგორ მაგრდება არ ვიცი, ამიტომ თუ მოვახერხე, იმას მე გამოვაწერინებ და ეს სურნელოვანი, ეს არ მithქვია, თლიანობაში ვარდისფერი რო არის, ის მინდოდა, მაგრამ ის ძნელად იშოვნება, რა ვიცი, ყველაზე კარგი არის მისი სუნი. ძალიან მომეწონა, ერთხელ მქონდა მხოლოდ მაგის მერე არ მეღირსა, ვერ ვიშოვე ის ფერი და რახანი ახლა ჩემი ის ახალი არის მანქანა, მინდა რომ კაი სარეცხი იყოს და იმედია ეს ფალშივი თუ ფალსიფიცირებული თუ რასაც ეძახიან, ის არ არის სუფთა სახლში იყიდა. მე აღარ ვიცი ძვირფასებო როგორ გამოვარჩიოთ, კარგი და ცუდი, ანუ არის რომ ძვირი ღირს სადღაც და არის რომ იაფი ღირს სადღაც და ვერ გავიგე რატომ. ვერ გავიგე. იქნება და თქვენ მირჩიოთ ვინც კაი სარეცხის ფხვნილს ხმარობთ, აი როგორ მივხვდე რომ კარგი არის. კალგონი არ მიყიდია ჯერჯერობით, არ მომიხმარია. ხო და შევეცდები რომ მე ვიყიდი. აუცილებლად დღეში ერთხელ მაინც, მე დღეში 3-4 მაინც ვთავ მანქანაზე, დღეში ერთხელ მაინც რომ მოვახმარო. კალგონი ეგ მინდა, მივახციო იქამდე, მივიდე. რა გინდა დედიკო? მამასია დე აიღე. ეს მოხას ჩანთა უკვე გასარეცხეს მოახერდა ალბათ. გოგო. წაი. ხოდა მოკლედ ესეთი ამბები. გუკა მიმთავრდებოდა და თანის უკვე გაფუჭებულია, გადასაგდებია. ეხლა ნახეთ რა პრობლემა მაქვს კიდევ. აი აქ ეს რომ აქ ესეც გამწყდა რა. მალე ჩამომიცვივდება ესენი. იმიტომ რომ ეს პლასმასია და ბერთებშებს რომ დებ არ უძლებს ალბათ და ჩამოიწია, ანუ ერთ თებსში ჩასადებში ორ-ორად ვდებ. იმიტომ რომ აქ ესენი გადავსებული მაქვს იცით თებშებით და რამდენი მაქვს აქ 6 მაქვს ოთხკუთხედების სამნაირი. ოღონდ ერთი აკლია რომელიღაცას და 12-იანი მაქვს პირველი მეორე კიდე ბევრი არა მაქვს, მაგრამ მაინც ესე რომ აწყვია, მაინც გადავსებულია ეს არა აქვს ახლა ამას იმდენი ადგილი. ამიტომ არის რომ ის უბრალო თებშები, რასაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ ჩვენ, ზოგი ყვავილის ყუთების ქვეშ დავდე, რომელიც არ მაქვს მე ჩემი ყუთი, რომელი ყვავილიც ხომ აჩუქეს, ყუთი ვერ გამოუცვალე, იმიტომ რომ ვერ იყიდე ჯერჯერობით ხო და ამიტომაც თებშები ამოუდე ქვემოდან, რომ როცა ვრწყავ იატაკზე არ იყოს ამდენი წყალი, არ დაიღვაროს. მოკლედ, აი მაგიტო. ესეთი ამბები, ხა ეს სად უნდა წავიღო? ნახეთ. ხო, პურებს ვაგროვებ, გასარეცხები მაქვს, ვერ მივედი, ჩეკმა გაჩვენეთ, მოკლედ ყველაფერი გაჩვენეთ, ეხლა რაც იყო. კი, მეტი არაფერი. ეხლა უნდა შევუდგე, ნახეთ, 3 უკლია 25 წუთი, ამათი საჭმელი კიდე რამე უნდა გავაკეთო, მერე მე ან სეროჩკა ჩავიცვა, ან რამე არ ვიცი, რას ჩავიცმევ, მაგრამ შარვალი რა თქმა უნდა, შარვალს ჩავიცმევ და ვფიქრობდი სეროჩკას. ხო. ისიც დასაუთოებელი, ხო უნდა მოვემზადო რამე. ხო და მოკლედ არ ვიცი. ან ისევ ესე აჩქარებულ მდგომარეობაში მომიწევს წასვლა, შეიძლება ყველაფრის გერიში არ ვიცი.